ილიაზე რა სიტყვი, შენი აზრით ილიას შემთხვევაში რა წავიდა არასწორად? რატომ არ გავდა საკუთარ თავს? ეს ყველაფერი ჯასტინის დამსახურება იყო თუ იმის ბრალია რომ თავისი საქმე ვერ გააკეთა? ზოგადად ბრძოლას როგორ შეაფასებდი? ფიქრობ ამ ყველაფერმა თავისი როლი ითამაშა. გეიჯის დაუჯერებელი სათამაშო გეგმისთვის სათანადო პატევი უნდა ვცეთ. უდიდესი დისციპლინა გამოიჩინა, ზუსტად იცოდა როდის უნდა შეეტია, როდის დაებლოკა და უსაფრთხო პოზიცია როდის დაეკავებინა. შესანიშნავად იბრძოლა. ამიტომ გეგმის იდეალურად შესრულება მისი წარმატების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი აღმოჩნდა. ფიქრობდი რომ ილია ზედმეტად აგრესიული იყო. ფიქრობ თავიდანვე ყველაფრის ფორსირებას სცადა და ძალიან იჩქარა. სწორედ ამიტომ მიიღო ზიანი ასე ადრე, მიუხედავად იმისა, რომ საწყის რაუნდებში წარმატებას მიაღწია. დაზიანებები თანდათან გროვდებოდა, ფაქტობრივად მაშინვე დაიწყო სახის დასახიჩრება. ჯები გეიჯის ნამდვილად ხვდებოდა, მაგრამ გეიჯი უკან დახევისას საპასუხო ჯებებს ბრწყინვალედ იყენებდა და თავს საკმარისად იცავდა. როცა იმ მომენტშიც კი, როცა ილია დარტყმას განახორციელებდა და ლამაზ ორმაგ კომბინაციას მოახვედრებდა, გეიჯი ამ დარტყმებს ჭამდა. კი, მართალია, ცოტათი ზანზარებდა, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი მის გასათიშად. ამის შემდეგ კი ეგრევე უსაფრთხო დისტანციაზე გადადიოდა, სადაც ილიას შანსი არ ეძლეოდა გადამწყვეტის სუფთა დარტყმა მიეყენებინა, რათა ნოკაუტში ჩაიგდო. ამან ნელ-ნელად აღალა ილია და გეიჯს მეტი წარმატების მიღწევის საშუალება მისცა. რადგან დროთა განმავლობაში ილიას დარტყმების ძალა შემცირდა. ის ბოლომდე იბრძოდა, არ დანებებულა, მაგრამ პირველი რაუნდის შემდეგ ის სიმძლავრე და სიზუსტე დაეკარგა. ბრძოლის მსვლელობისას აშკარად ჩანდა, რომ ikლებდა მისი ენერგია. როგორ ფიქრობ, შესაძლოა ფსიქოლოგიურ ფაქტორსაც ემოქმედა? ალბათ ეგონა, რომ მალე გათიშავდა და როცა ეს არ გამოვიდა, ამან მის შემდგომ მოქმედებაზე მოახდინა გავლენა. დასაშვებია ეს ვერსია? კი, 100%-ით. სწორედ ამას გულისხმობ სიჩქარეში. აი თითქოს ფიქრობდა, ახლაბე უნდა დავასრულო პირველივე წუთებზე. ხომ იცით, თეთრი სახლის ქარდია უნდა და ეფექტური ფინიში მიიღო და კიდევ ერთი პირველი რაუნდის ნოკაუტი ჩაეწერა რეზიუმეში. თავდაჯერებული იყო და რეალურად შეეძლო კიდეც ამის გაკეთება, მაგრამ როცა ბრძოლა სასურველი შედეგით არ მიმდინარეობს, დარტყმებსაც იღებ და ბოლომდე გეცლება ძალა. ამ შემთხვევაში მარცხდები, ილიასაც ზუსტად ეს დაემართა. ასე რომ ეს ნამდვილი რისკი იყო. ილიამ გარისკა. ეს მისი გაცნობიერებული არჩევანი იყო, რაც შეიძლებოდა გამართლებულიყო კიდეც. ყველამ ნახეთ, მან რამდენჯერმე სერიოზული ზიანის მიაყენა ჯასტინს, მაგრამ გეიჯიმ შესანიშნავად გაუძლო, თავი დაიცვა და თავისი საქმე გააკეთა. როგორც იცით, სტილები წყვეტენ ბრძოლის ბედს. შეიძლება ვინმე სამჯერ ეჩხუბო და სამივეჯერ წააგო. სხვა კი ისე დაამარცხო თითქოს მსოფლიოში საუკეთესო ხარ. შენი აზრით რა მოხდება თუ ისინი კიდევ ერთხელ შეხვდებიან? ისევ იგივე შედეგს მივიღებთ, ჯასტინი უბრალოდ უხერხული მეტოქია მისთვის თუ ილია იპოვის გასაღებს. არა, ასე არ ვფიქრობ. ფიქრობ თუ ილია სწორ ტაქტიკას აირჩევს? ამ მარცხისგან ბევრ ამას ისწავლის. ფიქრობ რევანშს ილია მოიგებს. ამით ჯასტინს საერთოდ არ ვაკრინებ, უბრალოდ ილია ტყუილად არ ითვლებოდა ფავორიტად. თუ ილია აღარ იჩქარებს, დისტანციას უკეთ გააკონტროლებს, თავის ჩვეულ სტილში იმუშავებს და მახეებს დაუგებს, ადრე თუ გვიან მიაღწევს მიზანს. ჩემი აზრით სწორედ გადამეტებულმა აგრესიამ დააზარალა, მაგრამ ჯასტინ გეიჯის ისტორიაც ამიტომაა ასეთი კარგი. მის კარიერას თუ გადავხედავთ, ბევრს არ სჯეროდა, რომ ის ოდესმე ნამდვილ დამოუკიდებელ უდავო ჩემპიონის ქამარს მიიღებდა. ის კი სრულ აუთსაიდერად მივიდა თეთრი სახლის ტურნირზე, იდეალური ბრძოლა ჩაატარა და გაიმარჯვა. სწორედ ეს ხდის ამ ამბავს ასეთ ემოციურს. ჩემი აზრით ეს საოცრებაა და ყოჩახმას. ორივე მებრძოლის ფანი ვარ, ილიას დიდი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ რაც ჯასტინმა გააკეთა ძმაო, მართლა ყოჩახმას. წარმოუდგენელი რამაა.